2 აპრილს საქართველოში ჩეხეთის საელჩომ Facebook-ზე ეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ. საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხება ავტორიტარიზმისკენ. პარტია ქართული ოცნების წევრებმა და მათთან დაკავშირებულმა ტელევიზიამ პოსტივი ინფორმაცია იმგვარად გაავრცელეს, თითქოს ჩეხეთის საელჩომ დემოკრატიის შუქურად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლები მოიხსენია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ტერმინით ჭიდროდაა დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან. რეალურად ჩეხეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტ ზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას ეხებოდა, ნახსენები არ არის რომელიმე პარტია ან პოლიტიკური ლიდერი და დასახელებული არ არის წლები თუ როდის მოიაზრებოდა საქართველოს დემოკრატიის შუქურად. საპირისპიროდ ნათქვამია, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ იხრება, რის მაგალითადაც მედიასა და ჟურნალისტებზე თავდასხმები და მასში მონაწილე პირების დაუსჯელობა მოჰყავთ. საქართველოში ჩეხეთის საელჩოსთან დავაზუსტეთ თუ ვინ ამ ქვეყნის პოლიტიკური წარსულის რომელი პერიოდი იგულისხმეს დემოკრატიის შუქურაში. შეკითხვაზე საელჩოდან მიღებულ პასუხში წერია, რომ საქართველოს დემოკრატიის გზას დამოუკიდებლობის მიღებიდან დაადგა და ამ დრომდე ხელშესახები მიღწევები ჰქონდა. მათ გამოკვეთეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმისა და საბოლოოდ კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ქართული ოცნების მმართველობისას მოხდა. აღსანიშნავია, რომ როგორც საელჩომ წერილობითი კომუნიკაციისას ახსენა, საქართველოს კვლავ დემოკრატიის შუქურაა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ 2024 წლიდან ჩანს, რომ სინათლე მიილევა.